ისევ მინდა შევეხო საკმაოდ რთულ თემას. გავიგოთ თუ რატო აჩენენ ადამიანები ბავშვებს. თუ არის ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც არის თავს შესაფარში, რომ ჩემი ანალიზის მეშვეობით შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს რო აჩენენ ორი მიზეზის გამო. პირველი, იმიტომ რომ თავიანთი გენეტიკური კოდი გააგრძელოს ვინმემ, მეორე, იმიტომ რომ დაბერდებიან ჩიქა-წყალი მოუტანოს ვინმემ. всё. სოციუმი თქმა უნდა გვაძლევს ზეგავლენას, რომ აი, უკვე შეხედეთ ამდენის ხარ, 25 წლის ხარ და შენ ჯერ კიდევ არ გყავს ბავშვი. ოჯახი როდესაც უნდა შექმნა, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების მიზანი არის მხოლოდ ეგ. პრობლემა განა იდეაში არ არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ვიაზრებ, რომ ადამიანები ვართ ძალიან ესეთი რა, ჩვენს თავზე უფრო ვფიქრობთ. კიდე ვიცი, რომ ვინც აი ბავშვს რო აჩენს ხო, აი ბავშვს ზრდის, უნდა რომ თავიანთი ვერსია იყოს, ასე ვთქვათ, ხდებით ან რაღაცა არ გამოვიდა რაღაც პროფესიაში, მე იძახენ, რომ აი ჩემი შვილი, რო გაიზრდება, უნდა გამოვიდეს ეს და იდეაში რო კითხო რატო, იმიტომ რომ თავად არ გამოვიდა რაღაცა. მისმა შვილმა გააკეთოს ეგ რა, ხდებით, ანუ პროფესია რამე. უნდა და რა ვიცი, ყოფილიყო ინჟინერი, არ გამოვიდა, იძახენ ბავშვს, რომ უნდა იყოს ინჟინერი, ან ექიმი. ნუ თუ ხართ მზად გეტყვით სიმართლეს და იდეაში ცუდი არის, იმიტომ რომ ბავშვს რა უნდა იმას არ ეკითხებიან ძალიან ხშირად და ჩემი აზრით, აი უნდა შექმნა ახალი სიცოცხლე, როცა ხარ მართლა საკმაოდ გააზრების დონეზე და გაკ ფინანსურად სტაბილური ხარ რა, 21 საუკუნე და გინდა არ გინდა, მაგის უნდა გაითვალისწინო. უნდა შექმნა, იმიტომ რომ აი გინდა რომ აჩუქო ვიღაცას შენი გამოცდილება, აი აჩუქო სიცოცხლის საშუალება, აი გაიგოს ცხოვრების ცუდი, კარგი მხარეები. კიდე არაფერი, უბრალოდ რა დონეზე ორმაგი სტანდარტებია თუ შეამჩნიეთ სოციუმში, რომ აი ქალს არ უნდა ბავშვი? რა უცნაურია და კაცს არ უნდა ბავშვი? იძახის რომ საკმაოდ რთულია და სანამ ფინანსურად მყარად არ იქნება, მანამდე არ ფიქრობს ბავშვებზე. ძალიან ჭკვიანი კაცი გააზრებულია. ქალი რომელიც იკეთებს აბორტს არის მოღალატე. არჩევნის უფლება უნდა გქონდეს ყველას ხალხო. დაუფიქრებლად რო აკეთებ რაღაცას, რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ არის შემთხვევა ხალხო, მართლა როცა იყო, რა ვიცი, ძალადობა შენს არსებობას ემუქრება, იმიტომ რომ შეიძლება არის ძალიან სუსტი ორგანიზმი რა ქალს. მაგ შემთხვევაში უნდა იყოს აბორტები.